ძალიან გთხოვთ ბავშვები გაიყვანოთ, იმიტომ რომ უსწავლობელი უნდა ვთქვა ბევრი. ხოზე ჩართე თუ გავუშვა უკვე. წავიდა. ბოლომდე დაიფხარი სექსო ეს ხანა, რატომ გამიგიჟე სექსო ქვეყანა, ყველაზე პოპულარული თამაში სხვა რა, თამაში ვის მოხნავდიობანა. ბოლომდე დაიფხარი სექსო ეს ხანა, რატომ გამიგიჟე სექსო ქვეყანა, ყველაზე პოპულარული თამაში სხვა რა, თამაში ვის მოხნავდიობანა. ფულით დათრეული ნაშა უაზროა, თუ კი ერთხელ გაჟიმავ მეორედ უფასოა. ის არ გთხოვს ფული დაახარჯო მას, უბრალოდ უთხარი რომ გაქვს. გოგონა ეხიბი შაქ-მაწვილს, ხმაწვილი კი მხოლოდ მაშინ მოგვარდა მოყომარდა, სანამ რაც გააჩნდა რაც ებადა არ დაალომბარდა. მერე ცვირიანი საჩუქარი რესტორანი პიცა, გოგონას იამატა როგორც იქნა მიცა. აქ მთავარი გაიფი ხომ ყოველთვის ერთ გაიფშია, პრობლემა უნაშობა არ არსებობს, პრობლემა ბაიტშია. ფიო მიფიქრა და გადახარშა, თქვა უბაითო ნაშა არ არის ნაშა. წყვილს მოუნდა და რამდენიმე ცუდით დღეში აიარა, დამუხლებზე იარა. ცუდ დღეში აღმოჩნდნენ, მაგრამ ამას არც ერთი იმჩნევს. და სექსის მერე პროჭიდან იცლიან გირჩებს, რაღაც გაწუხებს ყველი გუდის, თუ ვინმე სოფლი გასდის. მოკლედ ვარაუდის, მერე ხვდები რამდენიმე ცუდის წინ შენ ჩაჯექი ტაქსში, სადაც შეიცანი შეგეგება სუნი მუტლის. ბაბუა შენი შენს გოგოს არ მიეკარა, მაგრამ ჩუმად თვალი გააპარა. მერე გაიხსენა და მოგიხვა კომუნისტების ის კარგი ხანა, ლენინგრადში დოხუია ჯერ რომ იჟიმავა. როცა გოგო გაძლევს და ისე იჭერს თავს, თითქოს ვალში ხარ მასთან ფიქრობს. რატომ ვინმე მამიხსენით თუ კი გესმით მაშინ როცა თანაბრად გვიამა სექსი. ჩემამდე რომ მხოლოდ ერთი ყავდა და იმასთან დაკარგა, ქალიშვილობა და მერე გაქრა ის ტიპი და სხვასთან არც მოსვლია თავში აზრად. ყველაზე ხშირად მოსმენილი ფრაზა, როცა გაკავშირებს ვიღაცასთან სექსი მხოლოდ ის კი იმედს არ კარგავს რომ იცოლო. არ დახო შეიძლება მარტივად ტვინის ტუნების გარეშე მოეშვე, გაშიშულდე და მომეშენ. ძერს კი გოგონა და ფოტოგრაფიც მობილი, მან იცის რომ გოგოს უყვარს პოზირება სცენა. გოგონამ განაახლა მისი ფოტო პროფილის და დაუჯდა იმად რომ ფოტოგრაფმა ტენა. დამაკალი ახალგაზრდა ბიჭს კერავს ბარში, ავყავარ სახლში, ჯერ ლოგინს მერე ფეხებს გაშლის. ყველაფერი კარგად მიდის, ერთი რამ მითხრება მარტო, კედლიდან მიყურებს მისი ქმრის შავ-თეთრი ფოტო. ამ დროს ვინმე ბიძა კაცი შვილის ხელას უქანავებს, თავაზობს სასტუმროებს, საჩუქრებს, სულ მანქანებს. გოგო როცა ხედავს მდიდარ ბიძერს, ტიპს კი არა მისი მდიდრეს მიცემს. გოგონების უმეტესობა თვლის რომ სწორად კერავს, 10-დან 10 იცი გაყვებოდა ცოლად ბერას, 10-დან 10 ვიცი არ აღიარებს ამ სიმღერას. მე კი 10-იანში რომ გავარტყი ამის მჯერავს, ქალების კასტინგები რეჟისორის ლოგინებში, თავის მოწონება ლაიქებით გოიმებში. ქალიშვილთან სექსიდან ისე რომ ფეხებს ვერ შლის, ბაბუები კი კერავენ 17 წლის ლამას შენ შვილს. ქალიშვილი ტრაქს გაძლევს და პირში ძუძუს ხდენის, კი უნდა მასაც მაგრამ ეშინია სისხლდენის. ან და გაუთხოვარი რომ დარჩეს ვაფშე არ მიეწეროს მათ ვისაც თავად ჯორავს გარშემო. ტიპი ეხვეწება ნაშას გაუკეთოს მინედით, ან უკვე შესთავაზა ყველა პოზა ყველა ილეთი, მაგრამ გოგონას ასე სმენი ან წაუკითხავს რომ ნაშასათვის ეს დამცირებას ნიშნავს. უბანში ყველაზე თესლი ნაშა მცირედსაც არ გაძლევს იმედს, კარგად ვიცი შენ ციციეს, იგი დაცულად გძნობს თავს, რადგან უკვე ტყნავს მან მისაუბნის პოლიციას. ტიპი ფეისბუქზე იმეგობრებს ყველა თესლ ნაშას იმ იმედით რომ ერთ-ერთ ხელს გამოკრავს. იგი მას უტოვებს რომანტიულ კომენტარებს, თუ არაფერი არ გამოაადგება და ჩამოკრავს. რუსი გოგონები, უცხოელები და ქმარ-გაშორებულები ყველა ერთ ქვაბში ექცევიან, მათზე მოთხოვნა დადგა დიდი, რადგან ისინი ხომ უეჭველი იძლევიან. მეტროში გახახუნება ვიღაცის უკანალზე, თრვალ ქალიშვილთან სექსი დაგიჯდა ძვირად, ნათესავები კი გადმოდიან მუქარაზე. ან ცოლად მოგყავს ან დაგტოვებენ შენ ცივა, დავნეულობაა გადასასვლელებზე გზის, გადადის გოგო დაუკვირვებლად მძღოლი თვლის. მიევინმეს ან და ცოტა ყურადღებით მის, მოკლედ სექსის მის ნიშნებს ყველგან, ყველაფერში გადავაწყდი და შევნიშნი, აუხნიშნე და შენს კურსში ჩაიხედე ვიცი მე თანხმები თქვი შენს ვინც მისმენ ეხლა.